are reports that the forthcoming double album by the Beatles, expected later this year, may no longer carry the working title A Doll's House. The change is believed to follow the recent release of Music in a Doll's House by a new group called Family, whose album bears a similar title. Oh, by the way, if anybody asks you which station... Rock-and-rollis ისტორია სავსე ალბომებით, რომლებმაც გამოშვებისას წარმატებას ვერ მიაღწიეს, თუმცა მოგვიანებით საკულტო კლასიკად იქცნენ. ამის კარგი მაგალითია ისეთი ბენდები, როგორიცაა Velvet Underground და Stooges. თუმცა არსებობს სხვა ტიპის ალბომებიც, რომლებზეც ასე ხშირად არ საუბრობენ. ეს არის ჩანაწერები, რომლებიც ასევე ძალიან გავლენიანი და ხშირად თავის დროზე ბევრად წინსწრებიც კი იყო. მაგრამ რაღაც მიზეზის გამო მათ აღიარების მეორე ტალღა ვეღარ მიიღეს. ერთ-ერთი ასეთი ჩანაწერია ჯგუფ Family-ს სადებიუტო ალბომი Music in a Doll's House. ეს ჩანაწერი მიიჩნევა ერთ-ერთ პირველ პროგრესულ როკ ალბომად. ეს არის ალბომი, რომელმაც ზუსტად დაიჭირა ის გარდამავალი მომენტი, როდესაც 60-იანი წლების ფსიქოდელიამ უფრო ამბიციურ მუსიკალურ ფორმებში დაიწყო ტრანსფორმაცია. ჯგუფს ამერიკის შეერთებულ შტატებში დიდი გარღვევა არასდროს ჰქონია, თუმცა მათ აღიარებას მიაღწიეს ბრიტანეთში, სადაც მათი რამოდენიმე ჩანაწერი ჩარტებში საუკეთესო ათეულშიც კი მოხვდა. მოგვიანებით ბენდმა გავლენა მოახდინა ბევრი ისეთ ჯგუფებზე, როგორებიცაა Genesis და Jethro Tull. თუმცა იმ ეპოქის ბევრი პიონერული ჩანაწერისგან განსხვავებით, Music in a Doll's House ფართო საზოგადოების მიერ ხელახლა აღმოჩენილი და გადაფასებული არასდროს ყოფილა. და ის დღემდე უცნაურია, მაგრამ მივიწყებულად რჩება. ამ ვიდეოში ჩვენ თვალს გადავავლებთ ამ პიონერული, თუმცა ხშირად მივიწყებული ალბომის ისტორიას. დავიწყოთ. ჯგუფი Family 1966 წლის მიწურულს ლესტერში ჩამოყალიბდა იმ მუსიკოსებისგან, რომლებიც მანამდე არსებული ბენდებიდან The Foreigners და მოგვიანებით Roaring Sixties დარჩნენ. მათი ჟღერადობა რითმ and blues-სა და soul-ში იყო ფესვგადგმული, თუმცა იმ პერიოდის მრავალი ბენდის მსგავსად 1967 წლისთვის მათაც დაიწყეს ექსპერიმენტები და უფრო ფსიქოდელიური ჟღერადობა მოირგეს. ჯგუფი მალევე გადავიდა ლონდონში და სახელი Family დაერქვა. ეს სახელი მათ ამერიკელმა პროდიუსერმა Kim Fowley შესთავაზა, რომელიც იმ დროს გაერთიანებულ სამეფოში ცხოვრობდა. ლონდონში ყოფნის ადრეულ პერიოდში ჯგუფი გამოსვლებისას ატარებდა ორბორტიან პიჯაკებს, რაც მათ ერთგვარ მაფიოზულ იერსახეს აძლევდა. სწორედ ამიტომ ურჩია Kim Fowley-მ, რომ საკუთარი თავისთვის The Family ეწოდებინათ. თუმცა ჯგუფმა მალევე თქვა უარი ამ იმიჯზე უფრო თავისუფალი და ყოველდღიური ჩაცმულობის სასარგებლოდ, მაგრამ სახელის დატოვება მაინც გადაწყვიტეს. მათმა კონცერტებმა ისეთ კლუბებში, როგორც იყო მარკი, სწრაფად მიიპყრო ყურადღება და ქალაქში ერთ-ერთი ყველაზე იმედისმომცემი ახალი საკონცერტო ბენდის რეპუტაცია მოიპოვეს. ამ ყველაფერმა ჯონ გილბერტი იქამდე მიიყვანა, რომ ის მათი მენეჯერი გახდა და Liberty Records-თან კონტრაქტი გააფორმა. მათი პირველი სინგლი 1967 წლის ოქტომბერში გამოიცა. პროდიუსერი კი ჯიმი მილერი იყო, რომელიც იმ დროს ჯგუფი Traffic-ის პროდიუსერი იყო. Sing Through the Eyes of Helens იყო ტრეკი, რომელიც ფსიქოდელიის უფრო კვლევით და საექსპერიმენტო მხარეს ეკუთვნოდა. ის უკვე აჩვენებდა მკაფიო პერსონალობის მქონე ბენდს, რომელიც იმ დროისთვის უჩვეულო, უფრო ბნელ ჟღერადობას იკვლევდა და თითქოს წინასწარმეტყველებდა იმ მისტიკურ ბნელ ატმოსფეროს, რომელიც რამოდენიმე წლის შემდეგ King Crimson-ის საფირმო ნიშანი გახდებოდა. კლიანობაში ეს არის 1967 წლის მეორე ნახევრის ერთ-ერთი საუკეთესო ფსიქოდელიური სინგლი. სინგლის ბიგვერდზე იყო კიდევ ერთი კარგი სიმღერა სახელწოდებით Gypsy Woman. პრესამ სინგლი კარგად მიიღო. პოზიტიური რეცენზიები დაიბეჭდა ისეთ მუსიკალურ გამოცემებში, როგორიცაა Melody Maker და New Musical Express. მან ჯონ ლენონზეც კი მოახდინა შთაბეჭდილება, რომელმაც 1967 წლის ნოემბერში Daily Mirror-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ჯგუფზე ძალიან დადებითად ისაუბრა. თუმცა პოზიტიური გამოხმაურების მიუხედავად, სინგლი ჩარტებში ვერ მოხვდა, რის გამოც Liberty Records-მა ბენდთან თანამშრომლობა შეწყვიტა. მაგრამ ჯგუფი სწრაფად ხდებოდა ლონდონის ფსიქოდელიური underground სცენის ერთ-ერთი ყველაზე ამაღელვებელი საკონცერტო აქტი და სულ მალე მათ ახალი კონტრაქტი Reprise Records-მა შესთავაზა. ბენდმა თავის პირველ ალბომზე მუშაობა 1960 წლის დასაწყისში დაიწყო, სადაც პროდიუსინგში კვლავ ჯიმი მილერი იყო ჩართული. თუმცა მილერი Rolling Stones-ით იყო დაკავებული და მხოლოდ ორი ტრეკის პროდიუსერებისთვის გამონახა დრო. ალბომის მთავარი პროდიუსერი Traffic-ის ყოფილი წევრი Dave Mason გახდა.
ეს ალბომი ჩაიწერა Olympic Studios-ში, ხმის ინჟინერების ედი კრამერისა და ჯორჯ სკიანცის დახმარებით. მეისონს ასევე შეუერთდა მაიკ ბეტი, რომელიც იმ დროს სულ რაღაც 18 წლის იყო და სამ ტრეკს სიმებიანი და ჩასაბერი ინსტრუმენტების არანჟირება დაუმატა. ბეტმა 70-იან წლებში დიდ წარმატებას მიაღწია როგორც ჯგუფ Wombles-ის წევრმა. რამდენიმე წლის წინანდელ ინტერვიუში მაიკ ბეტი იხსენებდა: „ფემილის წევრები სულ მომხიბვლელი ქალებით იყვნენ გარშემორტყმული და ყველას აჩულის ზეთის სუნი ასდიოდა. ოლიმპიკის ხმის რეჟისორის ოთახი სავსე იყო ლამაზი ქალებით, რომლებსაც აჩულის სურნელი ასდიოდათ და თან მოსაწევს ეწეოდნენ. მე კი ამ ყველაფრისგან აბსოლუტურად დათრგუნული და კომპლექსით შეპყრობილი ვიყავი. მოკლედ ვიცოდი, რომ ამ სესიის ფემილის სესიების პროდიუსერი დეივ მეისონი იყო. მეისონი კი იმ დროს უდიდესი ვარსკვლავი იყო ჯგუფი ტრაფიკიდან. მე კი ჯერ ერთი საშინლად მეშინოდა, რომ მივიდოდი და ჩემი გაკეთებული საქმე საშინლად დაჟღერდებოდა. მეორეც, მქონდა იმის შიში, რომ პროდიუსერი თავად დეივ მეისონი იყო. სულ ეს იყო. ეს ჩემი პირველი სამუშაო გახლდათ. მახსოვს, Olympic Studios-გან მიმავალ გზაზე სადირიჟორო ჯოხიც კი ვიყიდე. ახლა კი მოდით გავყვეთ ალბომს ტრეკების თანმიმდევრობით. ალბომი იხსნება კომპოზიციით The Chase, მოკლედ და თითქმის ქაოსური ნამუშევრით, რომელიც მყისიერად განსაზღვრავს ალბომის ტონალობას. მასში ჟღერს მაიკ ბეტის ბრწყინვალე სიმებიანი არანჟირება, რაც ტრეკს ბაროკოსებრ ელფერს სცემს და მის ისედაც დაძაბულ ატმოსფეროს კიდევ უფრო ამცამებს. ეს დაძაბულობა კიდევ უფრო ღრმავდება ფალცეტური ჰარმონიებით, რომლებიც მოგვაგონებს იმ ჟღერადობას, რომელსაც მოგვიანებით 70-იან წლებში ისეთი ბენდები გახდიან პოპულარულს, როგორიცაა Uriah Heep. ეს არის ტრეკი, რომელიც უფრო მეტად ატმოსფეროზე აკეთებს აქცენტს ვიდრე მელოდიაზე, რაც მიანიშნებს ალბომის ექსპერიმენტულ ბუნებაზე და ის იდეალურად მუშაობს როგორც შესავალი. The Chase მოსდევს Mellowing Grey, კიდევ ერთი ტრეკი, სადაც მაიკ ბეტის მძლავრი სიმებიანი არანჟირება ფიგურირებს. ეს ალბომის ერთ-ერთი ყველაზე მელოდიური მომენტია, თუმცა მაინც ძალიან არატრადიციული. სიმღერა ნაზ თითქმის პასტორალურ სექციებს მოულოდნელ ცვლილებებთან აზავებს, რაც ქმნის იმ კაფეოდ შემაშფოთებელ ფსიქოდელიურ განწყობას, რომელიც მთელ ჩანაწერს გასცევს ლაიტმოტივად. პირველი ორი ტრეკის შემდეგ, რომლებშიც მკვეთრად დომინირებს სიმებიანი საკრავები, ალბომის მესამე სიმღერა ტემპისა და ჟღერადობის ცვლილებას გთავაზობს. სიმღერა დეივ მეისონს ეკუთვნის და ერთ-ერთი ტრეკი ალბომში, რომელიც თავად ფემილის წევრებს არ ეკუთვნით. იგი უფრო ახლოს დგას ტრადიციულ სიმღერის წერასთან, უფრო მარტივად აღსაქმელი სტრუქტურით, თუმცა მაინც დაკრავს ის ოდნავ არასტანდარტული ფსიქოდელიური განწყობა და მრავალი თვალსაზრისით სრულიად ბუნებრივად ჩაეწერებოდა ტრაფიკის პირველ ალბომშიც. დეივ მეისონის ტრეკს მოსდევს Me My Friend, მოკლე მაგრამ შესანიშნავი ნამუშევარი, რომელიც არის ექსცენტრიკული, თეატრალური და პერსონალობით სავსე. სიმღერა სინგლის სახით გამოიცა LP-ის რელიზის პარალელურად და იგი ხასიათდება ისეთივე სტუდიური ტექნიკების გამოყენებით, როგორიცაა ფეიზინგის ეფექტები. ეს ამ ალბომიდან ჩემი ერთ-ერთი ფავორიტი სიმღერაა. Me My Friends მოსდევს 20-წამიანი ინტერლუდია სახელწოდებით Variation on a Theme of Hey Mr. Policeman. ეს ვარიაციები მთელი ალბომის განმავლობაში ეხმარება მას თავისუფალი და სუიტისებრი სტრუქტურის მიღებაში, რაც მოგვიანებით პროგრესული როკის განუყოფელი ნაწილი გახდა. ამ ინტერლუდიას კი მოსდევს Winter, უფრო ბნელი და ინტროსპექციული ნამუშევარი. განწყობა აქ ჩახშობილი და ოდნავ მისტიკურია, რაც აძლიერებს ემოციურ სიღრმესა და ორაზროვნებას. სწორედ ამ თვისებებით გამოიყოფა ეს ალბომი უფრო ნათელი კლასიკური ფსიქოდელიისგან. Winters მოსდევს Old Songs, New Songs, ალბომის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ტრეკი, რომელიც ზომიერ ჰიტად იქცა საფრანგეთში, სადაც ის სინგლად 1968 წლის მიწურულს გამოიცა. სიმღერა ფსიქოდელიურ ელემენტებს უფრო მეტად რითმ and ბლუზით შთაგონებულ ჟღერადობასთან აზავებს. მასში გამოყენებულია ჩასაბერი ინსტრუმენტების არანჟირება მაიკ ბეტისგან. მაიკ ბეტი ამის შესახებ იხსენებს. სიმებიანის ჩაწერას მორჩით და საკმაოდ კმაყოფილი ვიყავ იმით, თუ როგორ გამოვიდა.
აღფრთოვანებული ვიყავი. არა ეიფორიაში, მაგრამ ყოველ შემთხვევაში კმაყოფილი ვიყავი, რომ ყველაფერი კარგად წავიდა. სტუდიაში ჩასაბერები შემოვიდნენ და აღმოჩნდა, რომ მე ამის შესახებ არაფერი ვიცოდი. საქსოფონისტების სექციის ლიდერი თავად ტაბი ჰეისი იყო. იყო ერთი სიმღერა სახელად Old Songs, New Songs, რომელზეც მუშაობა დავიწყეთ და ეს ნამდვილი სტუდიური სესია იყო. ფემილის წევრებმა რაც მთხოვეს იყო შემდეგი. კომპოზიციის დასაწყისში 4 დიდი მაჟორული აკორდი უნდა ყოფილიყო. შემდეგ კი, ჩემი გემოვნებით, ფინალში ფეიდის დროს სიმღერა ერთგვარ დიდ ღამის კლუბისეულ ატმოსფერომდე და დიდი ქალაქის ჟღერადობამდე უნდა ამეყვანა. ხოდა მეც დავიწყე. ავწია ჩემი სულ ახალი სადირიჟორო ჯოხი. დავუშვიქვებით და სტუდიიდან რაღაც საშინელი მომაკვდინებელი ხმა ამოვარდა. ეს არ იყო მაჟორული აკორდი. ეს იყო რაღაც უცნაური მაჟორული ნონაკორდი, რომელიც სრულიად შემთხვევით დავწერე. რადგან ჩასაბერების სექციაში C bemol ინსტრუმენტების ტრანსპონირება დამავიწყდა. შესაბამისად, ყველა საქსოფონი Mi bemol ინსტრუმენტები და ბარიტონები აბსოლუტურად არასწორად უკრავდნენ. თუმცა მაშინ ერთი კარგი რამ მოხდა. ტაბი ჰეისი სულ სხვანაირად მოიქცა. ის მიხვდა, რომ უბრალოდ შეცდომა მომივიდა. მოკლედ, ძალიან კარგი ბიჭები აღმოჩნდნენ. ჰეისმა მითხრა, ჩვენ მოგვანდა ყველაფერს თავად მივხედავთ და გავასწორებთ. უბრალოდ ჩვენს ტონალობაში დავუკრავთ. ასე რომ მათ ეს ყველაფერი თავადვე გადაიტანეს სხვა ტონალობაში და ამან სიცოცხლე შემინარჩუნა. ალბომის პირველი გვერდი კიდევ ერთი მოკლე ინტერლუდიით სრულდება, ხოლო ბიგ გვერდი იხსნება ჩემი ერთ-ერთი ფავორიტი ტრეკით Hey Mr. Policeman. სიმღერა ერთმანეთს უნაკლოდ უზავებს დასამახსოვრებელ, მელოდიურ ელემენტებსა და ოდნავ სურეალისტურ, არასტანდარტულ ტონალობას. აქ იდეალურადაა დაბალანსებული ამაყი, თავდაჯერებული სოულის ხასიათი და ფსიქოდელიური ქვეტექსტები. See Through Windows არის ალბომის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი სიმღერა და ბენდის უამრავი ფანის უდიდესი ფავორიტი. სიმღერა თანდათანობით იშლება უფრო ჰიპნოზური ხასიათით და ის ნათლად აჩვენებს ფემილის უნარს, შექმნას ატმოსფერო გამეორებებისა და დახვეწილი ნიუანსური ცვლილებების მეშვეობით. ტრეკს კიდევ უფრო ამდიდრებს მელოტრონის საუწყოო პარტიები, რაც კიდევ ერთხელ მოგვაგონებს იმ ჟღერადობას, რომელსაც King Crimson-ი ერთი წლის შემდეგ თავის პირველ ალბომში გახდის პოპულარულს. კიდევ ერთი 20-წამიანი ინტერლუდიის შემდეგ ალბომი გრძელდება კომპოზიციით Peace of Mind. ეს ერთ-ერთი ყველაზე პირდაპირ და მარტივი სიმღერაა, თუმცა მაინც შემოაქვს უშუალო ტექსტურები და ბნელი ქვეტექსტები, რასაც კიდევ უფრო აძლიერებს ბასისტ რიკ გრეჩის მიერ ვიოლინოზე შესრულებული პარტია. ტრეკს აქვს უფრო ფოლკლორი ხასიათი, რაც შედარებით სიმშვიდისა და სიცხადის მომენტს გვთავაზობს ალბომის უფრო აბსტრაქტულ პასაჟებს შორის. თუმცა მასში მაინც იგრძნობა ის ბნელი აქცენტები, რამაც ემილიმ 60-იანი წლების ფსიქოდელიის უდიდესი ნაწილისგან გამოაცალკევა. ეს არის ერთ-ერთი ტრეკი, რომლის თანაპროდიუსერის ჯიმი მილერი გახდა. Peace of Mind-ის შემდეგ მოდის ტრეკი Voyage, რომელიც ფსიქოდელიის სამოგზაურო ასპექტს ეყრდნობა. მას აქვს ცვალებადი განწყობები და უფრო ვრცელი სტრუქტურა, რომელსაც ხაზს უსვამს მელოტრონის ულამაზესი, მაგრამ ამავდროულად შემაშფოთებელი შტრიხები. ჩანაწერი გრძელდება კომპოზიციით The Breeze. ეს არის მეორე ტრეკი ალბომში, რომლის პროდიუსერიც ჯიმი მილერია. ეს უდავოდ ყველაზე ექსცენტრიკული სკაპული სიმღერაა ალბომში. იგი არის მსუბუქი, შვიდი, ძალიან მელოდიური და მშვენივრად უპირისპირდება ალბომის უფრო ბნელ მასალას, რითაც ჯგუფის ჟღერადობის კიდევ ერთ მხარეს ააშკარავებს. ფირფიტა სრულდება მძლავრი ფინალური ტრეკით. ეს სიმღერა თავს უყრის ალბომის ბევრ ელემენტს, უჩვეულო სტრუქტურას, ცვალებად დინამიკას და ოდნავ სურეალისტურ ტონალობას, რაც ჩანაწერს ასრულებს ისეთ ნოტაზე, რომელიც დაუსრულებლობის შეგრძნებას ტოვებს.
Music in a Doll's House გამოიცა 1968 წლის ივლისში და მის სათაურს საბოლოო ჯამში ირიბი კავშირი აღმოჩნდა ჯგუფ Beatlesთან. Beatlesი განიხილავდა სახელს A Doll's House, როგორც სამუშაო სათაურს იმ ალბომისთვის, რომელიც მოგვიანებით White ალბომის სახელით გამოიცა. თუმცა მას შემდეგ რაც Family-მ თავისი ალბომი გამოუშვა, Beatlesმა ამ იდეაზე უარი თქვა. ამ ჩანაწერს ინდუსტრიული თვალსაზრისითაც ჰქონდა მნიშვნელოვანი დატვირთვა. ეს იყო პირველი ალბომი ბრიტანული როკ ჯგუფიდან, რომელიც ამერიკულ ლეიბლ Reprise-ზე გამოიცა. აშშ ეს ალბომი თავიდან მხოლოდ იმპორტის სახით ვრცელდებოდა, სანამ შიდა ბაზარზე ოფიციალურად ჩაეშვებოდა. ხშირად დამატებითი შეფუთვის ელემენტებით, როგორებიცაა ჩვეულებრივი და კონვერტის დამცავი მყარი ჩანართები. როგორც ვიდეოში მანამდეც აღვნიშნე, ჯგუფმა ბრიტანეთში საკმაოდ სოლიდურ წარმატებას მიაღწია და მათი მრავალი ალბომი მოხვდა გაერთიანებული სამეფოს ჩარტებში. თუმცა ბენდმა ვერასოდეს შეძლო ამერიკაში გარღვევა. სავარაუდოდ იმის გამო, რომ მათი ჟღერადობა ზედმეტად ბრიტანული იყო. როგორც ჩანს, ეს ერთ-ერთი მთავარი მიზეზი არის, გამოც წლების განმავლობაში თავად ჯგუფის და კონკრეტულად ეს ალბომიც ოდნავ მივიწყებული აღმოჩნდა. ამის შედეგად ის ყოველთვის როდი იყო აღიარებული როგორც იმ ეპოქის უმნიშვნელოვანესი ნამუშევარი, რომელმაც ხიდი გადო ფსიქოდელიასა და პროგრესულ სტილს შორის, რომელიც უფრო თვალსაჩინო 1970-იანი წლების დასაწყისში გახდა. და სწორედ აქ იმალება კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც ეს ალბომი გარკვეულწილად შეუმჩნეველი დარჩა. Music in a Doll's House შეიცავს 60-იანი წლების მიწურულის ფსიქოდელიის უამრავ ელემენტს, მაგრამ ამავდროულად იგი საკმაოდ განსხვავებულად ჟღერს იმ მუსიკის უდიდესი ნაწილისგან, რომელიც ამ სცენასთან ასოცირდება. შედეგად ეს ალბომი ზუსტად ვერც ერთ კატეგორიაში ვერ თავსდება. პროგრესული როკის ზოგიერთი მსმენელისთვის შეიძლება ზედმეტად ფსიქოდელიურ ფესვებზე დაფუძნებულად აღიქმებოდეს, ხოლო 60-იანი წლების ფსიქოდელიის ფანებისთვის ის ძალიან გავს პროგ-როკ ალბომს. საბოლოო ჯამში ალბომი ირჩება გარდამავალი მომენტის მომნოსხვალ კადრად. ეს არის ორ სამყაროს შორის ჩარჩენილი ჩანაწერი, ზედმეტად არატრადიციული მეინსტრიმული ფსიქოდელიისთვის, რომელიც შთანთქმული იყო გვიანდელი პროგ-როკის კანონების მიერ. და შესაძლოა სწორედ ეს არის მიზეზი, რის გამოც ის ყურადღების მიღმა დარჩა. არა იმიტომ, რომ მას ამბიცია ან გავლენა აქვს, არამედ იმიტომ, რომ ის ვერასოდეს ჩაჯდა იმ კატეგორიებში, რომლებიც მის შემდეგ შეიქმნა. მიუხედავად ამისა, შეუძლებელია არ შეამჩნიოთ თუ რამდენად პროგრესულად აზროვნებდნენ ისინი 1968 წლისთვის. თუ როგორ იწყებდა ფორმირებას ყველაფერი ის, რაც მუსიკაში მოგვიანებით მოვიდოდა. ასე რომ Music in a Doll's House არ არის უბრალოდ ერთი მივიწყებული ალბომი. ეს არის ერთ-ერთი იმ ჩანაწერთაგანი, რომელიც დაეხმარა იმის განსაზღვრას, თუ როგორი უნდა ყოფილიყო როკ მუსიკა. გახმოვანებულია ვინილი ჯის მიერ.